ბუნებრივი აირის ექსპორტი იმ დროს კატარისათვის მომგებიან ბიზნესად არ ითვლებოდა. საქმე ისაა, რომ 1970-იან წლებში ბუნებრივი აირის ინდუსტრია სრულიად განსხვავდებოდა დღევანდელისაგან. მთელი ამ ინფრასტრუქტურის შექმნა მილიარდობით დოლარი ჯდებოდა და თან მაშინ, როცა თხევად გაზზე მოთხოვნა თითქმის არ არსებობდა. ევროპა ბუნებრივ აირს იღებდა მილსადენებით ნორვეგიიდან, ნიდერლანდებიდან და 1970-იანი წლების ციმბირის გაზის აღმოჩენების შემდეგ რუსეთიდან. ხოლო აზიაში იაპონია, სამხრეთ კორეა და ტაივანი ბუნებრივ აირს იღებდნენ ახლო მეზობლებისაგან, როგორიც არის ინდონეზია, მალაიზია და ბრუნეი. ამიტომ კატარის ძვირი თხევადი გაზი ვერ იქნებოდა კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე და შელმა ეს პროექტი მიატოვა. 1970-იან წლებში ისრაელის მხარდაჭერის მიზნით იამ-ქიფურის ომისას, რომელსაც არაბულ სამყაროში მეოთხე არაბ-ისრაელის ომის სახელით იცნობენ, არაბულმა ქვეყნებმა დასავლურ ქვეყნებს, როგორიცაა შეერთებული შტატები, ნიდერლანდები, პორტუგალია, დაუწესეს ნავთობზე ემბარგო. შედეგად, ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და კატარი თავის ნავთობის მცირე მარაგებზე გადაერთო, მაგრამ 1990-იანი წლების ბოლოს ყველაფერი ისევ შეიცვალა. 1996 წელს ნავთობის ფასი 50%-ზე მეტი დაეცა, რის გამოც კატარში ნავთობის წარმოება და შემოსავლები მკვეთრად შემცირდა და 90-იან წლებში, როცა ნავთობის ფასები ისევ დაბალ ნიშნულზე იყო, კატარი დაუბრუნდა ბუნებრივი აირის საბადოს განვითარებას, რომელიც 20 წელი არ ფუნქციონირებდა. ამავე პერიოდში კი ბუნებრივი აირის გლობალური მოთხოვნა იზრდებოდა, 2 ათწლეულის ტექნოლოგიური პროგრესისა და გამოცდილების შემდეგ კი თხევადი გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯებიც მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც კატარს სრულიად ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს უქმნიდა. 1995 წელს ამბიციურმა და პროგრესულად მოაზროვნე ჰამად ბინ ხალიფა ალტანიმ ფაქტობრივად უსისხლო გადატრიალება მოაწყო და თავისი მამა გადააყენა. სწორედ ჰამად ბინ ხალიფას ლიდერობის დროს დაიწყო პატარა კატარის გარდაქმნა მსოფლიო ძალად. მას მტკიცედ სწამდა ჩრდილოეთის გაზის საბადოს პოტენციალის და დასავლური ენერგოკომპანიებისაგან, მათ შორის ამერიკული ExxonMobil-ისაგან მიღებული მილიარდობით დოლარის ინვესტიციით, მიზნად დაისახა მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი თხევადი გაზის ინდუსტრიის შექმნა და ასეც მოხდა. 1996 წელს კატარმა სპარსეთის ყურის გავლით თავისი პირველი თხევადი გაზის პარტია ექსპორტზე გაუშვა, 10 წლის შემდეგ კი ქვეყანამ ყველა კონკურენტს გადააჭარბა, მათ შორის მალაიზიასა და ინდონეზიას და გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი თხევადი გაზის ექსპორტიორი. ექსპორტიდან მიღებულმა უზარმაზარმა შემოსავალმა კი კატარის ხაზინა უსწრაფესად გაავსო და ქვეყანა წარმოუდგენლად გამდიდრდა. თუმცა ამ ახალ სიმდიდრეს თან ახლდა ახალი საფრთხეც.